მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია ყველა კარგად ხართ, ყველაფერი კარგად გაქვთ და განვაგრძნობთ ჩვენს რუბრიკას, ჩვენს გაშლებს პირად ურთიერთობებზე. ეხლა აბა ვისაც ყავდათ ყოფილები და გაინტერესებთ და ვიცი რომ ცნობის მოყარეობა ჩვენ ქალებს განსაკუთრებულად გაინტერესებს ყველაფერი და მოძალებული გვაქვს, ამიტომ ყოფილებზე იქნება გაშლა. შეიძლება ითქვას სამკუთხედიც, ყოფილი. ვიცი, აი, გადავალოთ თვალი ჩვენ ყოფილებს, აბა რა ხდება, რა ენერგიებში არიან, რა მდგომარეობაში არიან, რა საქმიანობენ, რა შვებიან, ყველაფერი ვნახოთ, აბა შეძლების და გვარად, რა თქმა უნდა. რასაც ენერგოსაინფორმაციო ველი მოგვაწვდის, რა ინფორმაციასაც ჩაიფიქრეთ თქვენ ყოფილი. ყველამ ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი. ეხლა მაკეთებ საჯარო გაშლას ყოფილებზე. რა ადამიანია ჯერ სიგნიფიკატორი. აქ ორი ადამიანი ამოდის ყოფილის სახით. ორი ადამიანი ამოდის და ქალის გამო იყო რაღაც დანგრევა. საქმე ეხებოდა ღალატს, ტყუილს და ურთიერთობიდან გასვლას. ანუ თუ ეს ვარიანტი თქვენთვის რაღაცნაირად ნაცნობია და ახლოსაა, გავაგრძელოთ. თქვენ ამოხვედით აქ ამ შემთხვევაში თქვენ ამოხვედით როგორც ცეცხლოვანი ქალი, მაგრამ ეხლა ეს ადამიანი როგორც განდეგილი, შეიძლება სოციუმიდანაც გასულია, თქვენ ცხოვრებიდანაც გასულია რაღაც ეტაპი არ ჩანს. შეიძლება თქვენი თაყვანისმცემელი იყო. შეიძლება ურთიერთობაც გქონდათ ახლო, რაღაცა ფლირტი, რაღაცა იწყებოდა და ამოვიდა მეორე ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში გამოჩნდა და ორივე იყო ჩანდა თქვენ ცხოვრებაში ორი ადამიანი და რატომღაც ორივესთან ამოვიდა დანგრევა და თქვენთანაც და ეხლა განვიხილოთ და გადავხედოთ რაშია საქმე. თქვენი ყოფილი ადამიანი, ხო? ვინც არ უნდა იყოს ის, რა მდგომარეობაში ეხლა? რა ხდება მასთან, თქვენ ყოფილთან? გასაიდუმლოებულია. საქმე ეხება ბევრ რაღაცას, ერთად ქაოსს, რომელიც დაატყდა თავს ოჯახიდან გამომდინარე, გამოწვეულია ქალისგან, გაურკვეველი მდგომარეობა და ძალიან დიდი ტვირთი აწევს მხრებზე. ასევე ეს საიდუმლოს კარტი მეუბნება იმას, რომ შეიძლება მისი კარმის რაღაცა პერიოდი მან ვერ ჩააბარა, ვერ გაიარა, იმიტომ რომ დაფარულია, მაგრამ მთლიანი სახე ეხებოდა ქაოსს, გრძნობას, ოჯახში პრობლემებს, ქაოსს და გაურკვეველ მდგომარეობას. შეიძლება ენერგეტიკული ჩარევაც იყოს ქალის მხრიდან, ვინც აურია გონება, მაგრამ ეხა ამას უნდა პირადი კონსულტაცია, ეს ეხა მოდის ინფორმაცია საჯარო და ასე ვთქვათ, კოლექტიური, ზოგადი, ამიტომ ყველა სხვადასხვანაირად აქვს, მაგრამ მოდის, რაც მოდის, მეც ვეუბნები. თქვენ თუ გიხსენებთ ეს ადამიანი, რაღაც გარკვეული პერიოდია გასული, დაუშვათ და არ ყავთ, ხო? ნანახი, არც ხვდებით, არც ეკონტაქტებით, აი თქვენ თუ გახსენებთ, გიხსენებთ და როგორ, რა კონტექსტში? რანაირად?
პერიოდულად ახსენდებით, მაგრამ იმდენად გაურკვეველ მდგომარეობაში და იმდენად თავდაცვის პოზიციაში და იმდენად რაღაც მასა აქვს თვითონ პრობლემა, რაღაცები აქვს გადასაჭრელი, რომ შეიძლება ისე ხშირად არ გახსენებდეთ და თქვენ არ ელანდებოდეთ, რო იტყვიან. თქვენი გზები გაყრილია, ასე რო იტყვიან, ანუ თქვენი კიდის თავისი გზით, თქვენი გზით, მაგრამ როცა კი გაახსენდებით და ფაქტია რომ ახსენდებით, ამოდის მზე, ანუ ძალიან თბილად. და რატომღაც ახალი დასაწყისიც ჩანს, მაგრამ ხო გეუბნებით, ხა ეს არის საჯარო გაშლა და პირადში უკვე გამოჩნდება რა ახალ დასაწყისია საუბარი, ანუ არის შანსი, რომ ისე შეხვდეთ თქვენ ყოფილს, დაუბრუნდეთ, ან სადმე გადაეყაროთ. არის ესეთი შანსი, რომ სადმე გადაეყაროთ თქვენ ყოფილს? კი ბატონო, არის შანსი, თუმცა დაბრკოლებები ბევრია, ეს არის ოჯახიდან გამომდინარე. მაგრამ ბედის ბორბალი დატრიალდება, ანუ რაღაც მომენტში მან თქვენთან ბოლომდე ვერ დაასრულა. შეიძლება რაღაც სიტუაცია იყო ისეთი, რომ ისე წავიდა მოულოდნელად, ან არ გითხრათ რომ მიდიოდა, ან არ ვიცი. ხო, ყველას ინდივიდუალური სიტუაცია აქვს. ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, ამიტომ ინფორმაციაც არის ზოგადი. ოჯახიდან რაღაც არის საერთო, შეიძლება ოჯახი, შეიძლება ბევრი, ვთქვათ, სანაცნობო საახლობლო წრე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც დაბრკოლებები ოჯახიდან და ბედის ბორბალი, რაც ნიშნავს ციკლურობას. ამ სამყაროში ყველაფერი ციკლურია, ხო? ამიტომ ამ ადამიანს რო არ გადაეყაროთ, არ არსებობს, იმიტომ რომ კავშირი არის. ნახავთ, მაგრამ აი როგორ ნახავთ? რა კონტექსტში ნახავთ, აბა? საკმაოდ ამოქმედებული იქნება. აქ ჩანს მოქმედება მისი მხრიდან, დასაწყისი ახალი. კიდე შეიძლება სექსუალური ლტოლვაც დარჩა ამ ადამიანს თქვენს მიმართ. კარგით, მაშინ მკითხოთ, აბა რა გრძნობა აქვს და რა ფიქრი აქვს თქვენზე? გიხსენებთ ფაქტია, მზე ამოვიდა, ათბობდით, მაგრამ როგორ, ანუ თუ დარჩა გრძნობა. დარჩა, რა თქმა უნდა და ძალიან დარდობს. ძალიან დარდობს, ნახეთ, რამხელა დარტყმა აქვს რა ბოროტისგან. ანუ მე შემიძლია გითხრათ ერთი რაღაც ახლა, ეს არის საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველაზე არ არის, მაგრამ რაღაც მინიშნებების უნდა მიხვდეთ, ხო? სამყარო გვესაუბრება მინიშნებებით, სიმბოლოებით, ციფრებით, ეს არის სამყაროს ენა, ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ამიტომ როცა ვშლით საჯაროებიც რეზონირდება. ამ შემთხვევაში აქ ამოდის, რომ რა თქმა უნდა გიხსენებ, ძალიან დადარდიანებულია, ძალიან დარდობს. იმიტომ რომ დაკარგათ. მაგრამ აი რო იტყვიან რაღაცა შეუჩნდა, ბოროტი შეუჩნდა, ნახეთ, დაბალ ვიბრაციულ ვითარებაში დამოკიდებულება, ალკოჰოლი, რაღაც, ანუ არის რაღაცა სიტუაციები, რამაც გამოიწვია ის, რომ დაგშორდათ. ანუ პირდაპირ ამოდის და რო ვერ მოეშვა ამ ბნელ მხარეს, რომ ვერაფრით ვერ ამოიგდო ის რაღაც ჩვევა ან რაღაც, ხო? ყველა სხვადასხვანაირად ვიძახი იმან, ანუ აი ესეთ დღეში ჩააგდო, ეს რას ნიშნავს? მიაჯაჭვა საბოლოოდ დაამხო მისი ცხოვრება და ამ შემთხვევაში, როცა მე ვეკითხები თქვენზე, ანუ ძალიან განუცდი ამ ადამიანს თქვენი დაკარგვა. მაშინ თუ აღიარებს, რომ აი განცდებშია, რომ დაკარგად, თუ აღიარებს ამას, თუ იქნება მისგან აღიარება, რომ აი რასულელი ვარ, როგორ, ანუ აი რაღაც ამ დაგვარი, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამპარტავანია და ამაყია და აი თუ იქნება აღიარება მისგან.
ჯერჯერობით ჩაკეტილობაა. ჩაკეტილობაა, იმიტომ რომ ამ ადამიანს უნდა რომ სულ იყოს გამარჯვებული და სულ მართალია, აი თითქოს ესე მოაქვს თქვენთან თავი, მაგრამ ამ დროს ძალიან კარგად იცის რომ ტყუანია და ზუსტად ის ღალატის ტყუილი იყო მისი მხრიდან. ნაშენ არ აღიარებს, გასაგებია რომ არ აღიარებს. მაგრამ რა ტექსტი, რა კონტექსტი იქნება მისი, აი საუბარი. როგორი საუბარი იქნება მისგან? აი აქ ამოდის რომ აუცილებლად სადღაც გადაგეყრებათ, ხო? ციკლურობის კარტი, ბედის პორბალის კარტი. მაშინ როგორი ტექსტით, როგორი შინაარსის იქნება მისი საუბარი თქვენთან მიმართებაში, რომ გნახავთ, სადაც არ უნდა იყოს. თქვენ იქნებით ძალიან აჭრილი ამ ადამიანზე, ფაქტია რომ საომარ პოზიციაში ხართ, იმიტომ რომ იცით რომ 100%-იანი ხართ და ასამართლებთ ამ ადამიანს, თუმცა გრძნობა მაინც გაქვთ და ეს ადამიანი აი სადღაც გზაზე იქნება ეს შეხვედრა. და ისევ შემოგთავაზებთ სხვათა შორის ეს ადამიანი თავის ასე ვთქვათ პარტნიორობას როგორ გითხრათ, მაგრამ თავის თავს რაღაც მომენტში თქვენ იგრძნობთ მისგან აქტიურობას, რომ მე იმას კი არ გეტყვით, რომ აი მოდი ისევ დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. არა, რაღაც მომენტში ის ისე იტყვის, რომ თქვენ მიხვდებით, რომ დაბრუნება უნდა. მაშინ რამ შეაცდინა ეს ადამიანი, რამ აურია გონება? ეს ვკითხოთ, აბა. რამ შეაცდინა და რამ აურია გონება? კი მაჩვენეს რამაც, მაგრამ მაინც გადავამოწმოთ. რატომ აერია გონება? აქ მაჩვენებენ, რომ ოჯახი ყავს და ოჯახიდან გამომდინარე არ ქონდა სითბო. უნდოდა ყოლოდა პარტნიორი ქალი, ვინც მოეფერებოდა, გაუგებდა და ამის გამო გადაეშვა ესეთ მორევში, რომ მიდის ადამიანი, როგორც სულელის პოზიცია, ხო? სიამოვნების მისაღებად და ამ დროს მოხდა ის, რომ ზემოდან საყვირით ანგელოზებმა რო იტყვიან გაასამართლეს, იმიტომ რომ ადამიანს ოჯახი ყოლია, აგერ მაჩვენებენ. ხა შეიძლება ყველაზე არ არის, მაგრამ რაც ამოდის გეუბნებით და ეს მოხდა, იმიტომ რომ გრძნობები აკლდა. და გამოჩნდა ეს ქალი, ვინც რა თქმა უნდა, დროებითი, ვინც ეს გრძნობები, ასე ვთქვათ, მას მისცა მიანიჭა და განაცდევინა რო იტყვიან. მაგრამ მალევე მოეგო გონს და საბოლოოდ ეხლა მაინც მოეგო გონს, აბა ეს ვკითხოთ, ეხლა გონს მოეგო ეს ადამიანი. პოზიციების დაცვაშია, კი ბატონო, მოეგო გონს, იმ ქალთან გზები, ასე ვთქვათ, უკვე გაყრილია მათი გზა, სხვადასხვა მხარეს არიან, ეხლა დგას და შორიდან იყურება და იცავს თავის პოზიციებს. მოეგო გონს, მოეგო და იხსენებს წარსულ სიყვარულს. წარსული სიყვარული ალბათ ხართ თქვენ და არის ძალიან აქტიურად მომართული. ადამიანის ფსიქოლოგია სხვადასხვანაირია. ამ შემთხვევაში მამაკაცებს აქვთ ესეთი ფრაზა, დროებით ვერთობოდი, დრო გამყავდა. და ამ დროის გაყვანის მომენტში და გართობის მომენტში იმ მოცულობაში გამოჩნდა ის, რა, მაცდუნებელი არსება, რა თქმა უნდა, მონადირე. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ესეა. და შეიძლება თუ მოხდება თქვენი, ხა მე მესმის თქვენი, რომც არ აპატიოთ ეს ამ ადამიანს და თუ ყოფილია და აღარ გაქვთ ურთიერთობა, ფაქტია დაშორებულები ხართ, მაგრამ ძნელია ღალატის პატიება, მაგრამ მაინც თუ
შერიგდებით, აი რაღაც, აი ესეთი მომენტია, სხვათა შორის აქ ამოდის კი, თანხმობის კარტი ამოდის. ანუ 3 პერიოდი მიდის რეორგანიზაცია, ამაზე მიდის მაღალი უზენაესი ძალები, თქვენი მფარველები და ანგელოზები ბჭობენ როგორ შეგარიგოთ და ამოდის მზე. ანუ ყველანაირად აქ ამოდის დადებითი კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება თქვენი კარმა იყო ეს ადამიანი, ან თქვენ რო შეგხვდათ, ესე იგი შემთხვევით არაფერი ხდება და უნდა ეს გამოცდილება მიიგեղოთ. შეიძლება ამ ადამიანს ჭირდებოდით თქვენ და ამიტომაც შეგახვედრათ, ხო, თქვენმა მფარველმა ანგელოზებმა ერთმანეთს. და ეხლა შეიძლება ვაფშე ჩაეშვას ერთ ადამიანი, იმიტომ რომ ნახეთ რა, როგორ დაბალ ვიბრაციებშია და რომ გადაარჩინოთ თქვენ მისი სული, შეიძლება მოვიდეს, აქ ჩანს, რომ არის შანსი. ეხლა ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნახეთ, ეს არის პროგნოზირება, კიდევ ერთხელ ვიძახი. პროგნოზირება მეუბნება დასტურს, მაგრამ თქვენ წყვიტავთ თქვენ ცხოვრებას. თავისუფალ ნებაში არავის არა აქვს ჩარევა, ვის უფლება. უბრალოდ მიგანიშნებენ, მიგიყვანენ იმ ადამიანს შეგახვედრებენ რაღაც მომენტში, ანუ რო იტყვიან, ხო? კონექტი, შეერთება მოხდება, მაგრამ უკვე როგორ განვითარდება ეს თქვენზეა დამოკიდებული. კარტის პროგნოზირებით და ენერგეტიკით კი მეუბნება, დასტურს მეუბნება, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გადახარშავთ, რამდენად აპატიებთ, რამდენად შეგიძლიათ დაივიწყოთ ის დროებითი გართობა ბრწყალებში. მორძალებთან, რომლებიც ძალიან ბევრი არიან სამწუხაროდ. და ბოლოს აბა რჩება თქვენთვის რა იქნება. რჩება. გაერთო ბიჭი რაქნას, კაცო დრო გაატარა. ვის არ მოსვლია ერთი შეცდომა, აგერ ამოდის თქვენ ხელში, ანუ თქვენ წყვიტავთ თქვენ ცხოვრებას, ხო? 4-ვე სტიკე მოქმედების კარტი. თქვენ თუ გინდათ, ეს ადამიანი დაგიბრუნდებათ. სრულიად ტრანსფორმირებული. და თქვენ, ანუ თუ გინდათ, რა თქმა უნდა, ეს თქვენზეა დამოკიდებული, უკვე იქნებით the rules, თქვენ უკვე შეძლებთ ამ ადამიანის მართვას. აი, მაგი ამას მოწმობს. მოკლედ დავასრულე ეს ყოფილებზე, არ ვიცი როგორ გადმოგეცით, თუ მოგეწონათ, ლამილაიქეთ, თუ რა თქმა უნდა რეზონირდა და გითხარით, რომ ინფორმაცია არის ერთი, რომელიც მოდის, უბრალოდ თქვენ სიტუაციებზე უნდა მოირგოთ, დამიწერეთ, მომწერეთ, გამიხარდება. აბა თქვენ იცით. დროებით.